რატომ უნდა ვეზიაროთ? რატომ უნდა ვიაროთ ტაძარში, რატომ უნდა ვილოცოთ? იმიტომ რომ ბედნიერები იყოთ ბავშვებო, ერთი ამ წუთის სოფელშივე გახარებული და მეორე კიდე თითოეულ ჩვენთაგანს ელოდება მარადიული სიცოცხლე. და ადამიანი თუ განიღმრთობა, ანუ როდესაც ჩვენ ვეზიარებით, ღმერთი შემოდის ჩვენში. იმიტომ რომ ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს. და უფალი ამბობს, რომ ვინც ამას მიიღებს, ამას ეზიარება, მას თავის თავში უკვდავება ექნება. გესმით? ამიტომაც ადამიანი ხშირად აღსარებას უნდა ამბობდეს, ხშირად უნდა ეზიარებოდეს, რომ განიწმინდოს სული, ღმერთს დაუახლოვდეს და მარადიული სიხარული ჰქონდეს ღმერთთან ახლოს ყოფობით. გესმით? ამიტომ ვინც არ ამბობთ აღსარებას, ეცადეთ რომ მიხვიდეთ მოძღვარი ნახოთ, კითხოთ როგორ დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება, როგორ თქვათ აღსარება. აღსარება რა არის? ნახეთ, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ ადამიანები, შენც ისე უნდა მოექცე სხვას. და დაუშვათ აი დადგა საღამო ხანი. მე დავფიქრდი ახლა დილიდან საღამომდე ვის როგორ მოვეკეცი. და თუ აღმოვაჩენ რომ რომელიმე ადამიანს ისე მოვეკეცი, მე რომ არ მომეწონებოდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეგ არის ცოდვა. და ჩვენ ეგ აღსარებაში უნდა ვთქვათ. და შეიძლება ბევრი ასეთი აღმოვაჩინოთ. აი ვიღაცაზე გავიფიქრეთ ისე, ჩვენზე რო არ მოგვეწონებოდა, ვიღაცას რაღაც უთხარით ისე, ჩვენ რო არ მოგვეწონებოდა. ვიღაცას როგორღაც მოვეკეცით, ჩვენ რო არ მოგვეწონებოდა და ამ ყველაფერს მიხვალ და მოძღვარს ეთქვი, მამო, მე ასე და ასე მოვიქეცი. აი ეს შევცოდე. და ღმერთი როგორც წეღანას ვთქვით, მოწყალია და შენ ამას მოგიტევებს. აი ხელებს რო იბან, ხელები ხო სუფთა ხდება. აღსარებას რო ამბობ, ჩვენი სულიც იწმინდება.